სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმის პარალელურად ოპოზიციურ სპექტრში კიდევ ერთი გაერთიანება მზადდება. ამჯერად ხელისუფლების ოპონენტები ალიანს პაატა და ბურჭულაძის გარშემო კრებენ. ახალ პლატფორმას სავარაუდოდ რუსთაველის გამზირი ერქმება. ბურჭულაძის გარშემო შეკრებილებს ასევე ინოვაციური იდეა აქვთ. ისინი სექტემბერში არჩევნების ტელეფონით ჩატარებას გეგმავენ. ვის რა შანსი აქვს, როგორია გეგმა, რატომ ვერ ერთიანდებიან და როგორია უმრავლესობის პოზიცია. მე არ ვცდილობ, რომ გავერთიანო პოლიტიკური პარტიები ერთ პოლიტიკურ პარტიად. ეს არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანია, რომ ყველანი განვიშუროთ, რომელი პოლიტიკურ პარტიას ემხრობი, ყველანი გავერთიანდეთ ერთი იდეის გარშემო. იდეა არის ის, რომ საქართველოს უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის გარეშე. ჩვენი მიზანი არის ის, რომ არავითარ შემთხვევაში ეს სრულ არჩევნები არ ჩავატარებინოთ მათ. პირიქით ჩვენ თვითონ ვეცადოთ, რომ ჩავატაროთ ჩვენი არჩევნები. ნაციონალურ მოძრაობას აქვს გამარჯვების გეგმა, ნაციონალურ მოძრაობას აქვს მთავარი გეგმა, რომ უსმინოს ქართულ ხალხს და იმოქმედოს ქართული ხალხის სმენის შესაბამისად და რა თქმა უნდა ეს რომელი პლატფორმა იქნება, კიდევ ვიმეორებ, ერთი მთავარი პლატფორმა არის გამარჯვების პლატფორმა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანაში შეიქმნება. ის დისკუსიები სხვადასხვა წრეებში, რაც მიმდინარეობს იგივე სხვადასხვა პლატფორმებში, დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ერთ საერთო პლატფორმად გადაიქმნება, რომელიც პლატფორმაც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ რუსულ რეჟიმს. ჩვენ მონაწილეობთ ყველა შეხვედრებში, რომელიც იმართება, იცით რომ მონაწილეობთ პრეზიდენტის იგიდით გამართულ შეხვედრებში, ასევე მონაწილეობთ ბატონი ბურჭულაძის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში, იმიტომ რომ ჩვენ ძლიერ საქართველო პირველივე დღიდან რუსული სპეცოპერაციის ჩატარების, რასაც დაარქვა რუსულმა რეჟიმმა არჩევნები, მოუწოდებთ საზოგადოებას გაერთიანებისკენ და ცხადია, რომ შესაბამისად ყველა ფორმატში, სადაც არის მცდელობა, რომ გაერთიანდეს საზოგადოება, ჩვენ მონაწილეობთ და ხელს ვუწყობთ პროცესებს, რამდენადაც ჩვენ ეს შეგვიძლია. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენს გადაწყვეტილებებზე და ჩვენს ქმედებებზე. ყველა პოლიტიკურ ჯგუფს უწევს თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და თვითონ აიღოს პასუხისმგებლობა ნებისმიერ მის ქმედებაზე. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უბრალოდ კითხვა მათთან, რომელსაც აქვს ლეგიტიმური არსებობის უფლება, შევთ უბრალოდ კითხვას. რა არის მათი ალტერნატივა ბოიკოტის შემთხვევაში? ჩვენ ტელეფონით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მივიღებთ და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ბუნდოვანი საკითხია საკმაოდ. აგენტურის წარმომადგენლებმა რაღაც ხომ და თქვან. სათქმელი რომ არაფერი არ აქვს, გადავიდნენ უტოპიაში. და ფაქტია, რომ ეს ადამიანები საუბრობენ აბსოლუტურ ნონსენს. ტელეფონით ჩატარებული არჩევნები არავის არ გაუგია დედამიწის ზურგზე და უბრალოდ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს საკუთარი თავით, როცა ამბობენ, რომ მაგალითად ბიულეტენმა გაჟონა და ამითი დარღვეული არის ხმის ფარგლობის უფლება, ტელეფონით ჩატარებული არჩევნებში, მაშინ რა შეიძლება მოხდეს და რა რისკები შეიძლება არსებობდეს, ეგ ცალკე ამბავია, უბრალოდ არასერიოზულია, სასაცილო მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები, არაფერი არ აქვს სასაუბრო და ეხლა საუბრობენ აბსოლუტურ ტყუილებს, აბსოლუტურ ნონსენსებს, ზოგადად პაატა ბურჭულაძეს სამწუხაროდ ჩვევია ასეთი განცხადებების გაკეთება.